Როგორც დაგვიეთ, გადავწვით 500 გამომწერს, ამიტომ თუ გინდა რომ შენ წამოხვიდე ჩვენთან ერთად ბურგერების საჭმელად, მაშინ შაურმების ვიდეოზე უნდა დატოვო კომენტარი და ამ ვიდეოდან ავარჩევთ ერთ-ერთ გამომწერს. ოღონდ აუცილებელი წესია რომ დატოვო კომენტარი, დაალაიქო და არხიც ქონდეს გამოწერილი. კი ბატონო. ზაფხულის ერთი ცხელი დღე იდგა. უეცრად გავიფიქრე ნაყინი ხომ არ მიმერთვა მეთქი და ამ დროს მოკლედ როგორც ვიდეოთი მიხვდებოდით, უკვე დღეს დავაგემოვნებთ ჩვენ ნაყინებს. რაც მოვიძიეთ ესაა რა. დავიწყოთ ყველაზე იაფიანი ნაყინით. გადახედე ჩეკს. ჟოზე. სულ რაღაც ამ ნაყინებში 91 ლარი გადავიხადეთ რა. არც მეტი არც ნაკლები. ჟოზე. რაღი ჟოზე? 95 თეთრი ღირდა ჟოზე. ნახოთ ბავშვების საყვარელი ნაყინი. აუ გამდნარი. ნახოთ აბა ხრაშუნის ტესტ თუ გაიგეს. რა ხრაშუნის ტესტია, რა აზღავშია ხედე. ხოჟოს მაგარი გემოქ. თქვენი შეურაცხყოფილია. ჩემსავს დედის ალერსია. მე ნახეთ ყოდი. ტვინი გევერინა. აი ნაყინია რა. 95 ევროზე კაი ნაყინია ნამდვილად. მაგრამ არ დაგვაუწყდეს ჩვენ მეორე ჟოზეც გვაქვს გასაჩინჯი, ეს იყო ესკიმო და ჩვენ გვაქვს ჟოზეს ნაყინი. სიცხე შეჭამს კაცი. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ნამდვილად 1000 გამომწერზე გათამაშება გვაქვს. რა გათამაშება ამას ჯერ არ გეტყვით, მაგრამ გვერწმუნეთ რომ ძალიან მაგარი რაღაც თამაშდება. მაყურებლების 75%-ს არ აქვს არხი გამოწერილი. რა ძალიან ცუდია. რა ძალიან ცუდი. გამოიწერეთ, დაგვიწერეთ კომენტარები და ამ ვიდეოდან, კონკრეტულად ამ ვიდეოდან აიცვლება არხი უნდა გქონდეთ აუცილებლად გამოწერილი კომენტარი დაწერილი და რენდომის პრინციპით პროგრამით, რენდომ პროგრამით გამოვავლენთ გამარჯვებულს და დაგვერწმუნეთ ძალიან კარგი პრიზი იქნება 1000 გამომწერზე. რომელი ვჭამ? ეგ ვეთო შემადნაში. გურჯან, მეორე ჯოზე. რა მდგომარეობაში მოდის თქვენ თვითონ შეაფასეთ, რა უბედურება ეს რა არის? აუ ამას ისი გემოაქიცე? ხო. ბავშვობაში მაღაზიაში იყიდებოდა. ასე შეუფუთავი 20 თეთრი ოღირდა ნაყინი. აია. მომეწონა ნამდვილად. მირთვით. მირთვით და ჭამიაბა. რატომი შეჭამა ლოკა. მე მეწონა ჟოზე. რა? აი ცოტა ძვირიანებისკენ დავიძრათ. მეწონა ჟოზე. შემდეგი გვაქვს მოდი ტოლესკა საიუპ გავს. ეგ ასე სირკუს ნაყინია, უბედურება. ბარამბინო. ერთი, ორი. ტერერამ. თვალში არ გამართა ვიდეო. ბარამბინო გინდა ლარი და 20. მოდი ჩვენი მას აქვს სტიმული რომ მივცეთ ახლა. ჩელენჯი მივცეთ. ჩელენჯი მივათხაროთ. დავაშევაჯოთ ჩემი ნაყინი უკვე რძეთ არის ქცეული. სამ დათვლაზე, მოკლედ სამ დათვლაში დავიწყოთ. აიცა ჩეთეროფ უკვე. ეს არის ჩეთი. მეც უფრო სწრაფად შეჭამს. კონკრეტულად ამ ნაყინს. შენ შეჭამა ნაჭამი გაქვს უკვე და. მოტლიკე ცოტა მინდი, ატლიკე. აი, გავთანავდით. ვინც ყველაზე სწრაფად შეჭამს ამ ნაყინს ის იქნება გამარჯვებული და წაგებულმა შემდეგი ნაყინი, რა ვიცი, დააგემოვნოს ტყემალთან ერთად. ახალი ტრემალი გაქვს? კი, ჩამორთქე. ერთი, ორი. მეც არა ვარ, ჯერ მორალურად არა ვარ, მზად. ერთი, ორი, სამი. ლაშოვი. Клиент чейте, напиши. Уйня, шаконен. Бატონ ლუკა. მოგაშ დასიფტილის ბუზი. ჩემი სპონსორია საბაღარათო საშუალება. ჩეიტ. მე მგონი ამ ვიდეოს მე ნამდვილად დაგჭირდებათ ბატონო ლუკა. შემდეგი
წავაგე ასე გამოდის. ხო, რა იყო? შემდეგი ეს არის. გადაყარა. თოლია. საღაცა ლარნახევრის ფაგლებში უნდა გიდეს, აბა, გადავამოწმოთ. თოლია ნაღინი, ლარდა 14. დაიწყე ჭამა და ოპ გაგაჩერებ, მეც მინდა. ლარი და 15, აპ. მეგობრებო, გამოიწერეთ თქვენ ახი და ლაიქეთ და ჩვენ ასე გემრიელად მივისმენთ. გაიყო, ვიჯო, რა. აჰა. ჩემი ისე კოპატიურებული. აპ, ბატონო ლუკა. თავანი ჩასაბარებელია და ეს ახალ მოკრეფილი ტყემალი თქვენ. გადააზილეთ ახლა და მიირთვით. ჯერ შე რა გემოადა, წყალი რა გემოეკნე რა. შოკოლადი აია. გემრიელად მიირთვით. ცოტა დაასხი ბიჭო, რა იყო? მიირთვით. ამოუწევთ კარგად ამაში. მიირთვით. უკაცრავად. ტუალეტის ქაღალდი ბლომათა გვაქვს. მიირთვით. რა გინდა? შაქრიანი ტყემის გემოაქ. უხდება? შვენიერია. რატო? ლუც მო დააყოლებდი. საუნა გასაკვირი იყო ძალიან გემრიელია. მართლა? მეც ხო წამეგო. გადავები ახალი. ნუ, აუდე მეწუწა. ნენელა უკვე გადავდივართ ძვირიან ნაყინებზე, ესე რომ ვთქვათ. შემდეგ იყოს ეს. თოლია მომეწონა ეხა, მაგალითად თოლია მომეწონა. მე ყველაზე მეტად მაინტერესებს აი ეს დონატი ნაყინი. ბარამბინო პირად არ მომეწეს რა არის? ეს რაღაცა. აუ, ეგ მაგნა ჭამის საზღვარგარეთ და მე ამინდა და შენთვის დამიცმია. შესაძლოა ხარ ამყოფი? გებირონია პატარა. რა გათლიკავთ? ნომიორი გავით. კევის გემოაქ. გაგათლიკა დაბა. ნახო არის. ეს ნაყინი ღირდა 2 ლარი და 20 თეთრი. ეს შუაში როა გემრიელია. მიუთი. გააღებიდი. დადიში. მე მაგას არ შევჭამ არასდროს. უკვე გადავდივართ ძვირიან ნაყინებსკენ არა? გადავდივართ სადღაც ეს კი 2.5. ყველა გამდნარია. ნახოთ ხრაშუნის ტესტს როგორ ჩააბარებს. ნახოთ რა ღირს ინდიგოს. სულ არ წერია. შვენიერია. თოლიასაც ჯობია. ფასტაცა გემოთწეს. მა ფასი დუქო. გაიგემოქ. რა ვქნათ იცი? ამაზე შევეჯიბროთ ვინ შეჭამს ამას ბოლომდე. შენ ცოლინა ტყემალი რო გაჭამო. ეს ნაყინი რაც გავსინჯეთ ყველა შევდა რა? არა, გაიგო, ნამდვილად გაიგო, მე მომეწონა. ინდიგოს ნაყინი გადავიდა შემდეგ ტურში. შემდეგ იქნება ალგიდას კაპუ, კოკავა, ვანილა. ეს ინგლისური აქცენტით ვიძახი ამ ყველაფერს. ვა, კოუზი მოყვება. მესაწე. მეგენაღია. ეს მეგო რომელი ნაყინია, იცი? აბა. ბულვარში რო თურქები რაღაც ასე აკეთებენ. ჰოპ რო გატყუებენ. აჰა. აუ გემო არ მომეწონა. მოდი გავწიროთ ჩვენ მაყურებლისთვის თავი. რიცხი. უნდა დავეჯიბროთ ბექსტეიჯიდან ამითითება. ვინც ამ ნაყინს ბოლომდე შეჭამს, ის იქნება როგორც წინა ჩელენჯში გამარჯვებული, მაგრამ ამჯერად დამარცხება შეიძლება კარგი რაღაც იყოს რა. ეს ნაყინი ღირს ლარი და 95 რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. კაი, მოკლედ შევაჯიბროთ. დავიწყოთ? შენ უნამუსოთ ვახარ. გადაუსკვენი ასე. ნახევარი აღარ არ მიჭამია. შეხედი არა მახო და ნახევ просто. გადავახვიოთ კადრი და ვნახოთ. მირია ერთი ამოიღე. მინიჭამა? კი, ორკოსი მოკლედ. დემელოდე მაშინ ეს ორკოს ლიგა. ახავართ 2-3. ჩიო. მოვჩი. თანაბროთა. მე დავაგდე პირველი. წააგო გიგი. ვინ გადაწყვიტოს იმან, აქ მაყურე, ვინ წააგო? პირველი მან დააგო. პირველ შენ წაგიგია. მე მოვიგე. პირველ მე დავამთავრე. რა ჩაობა რა გამოდიო. რა იცი, რა თქმა. კარგი. ანგარიში ერთ-ერთია, ჩამოვართოთ ხელი. დღეს მეტი ჩანელი აღარ იქნება. როგორ 3-მდე, ბატონო ლუკა. ეს პატიცებული მაძვლები ვინ არის? აუ ახლა მაჭამა ეს სენდვიჩი.
დღეს გადაცემაში გვექნება ჭრატი. ფაღარათი. ეხლა მე შეგირჩევ კონკრეტულად რომელ ნაყენზე უნდა მოაწოდოთ. შეგიძლიათ აი ესეთი ლამაზი დონატი. და ფასი ეს ყველა ძვირიღიდა. დონატი 4 ლარი და 50 თეთრი. ცოტა გავაგემრიელოთ. ო, ამას რა კაი სუნი აქვს. დადე. კარგად. დაბრუნოთ თავშადგეზე. მიირთვით გიგი თუ შეიძლება. მიირთვით პატიცემულო. მე ასხვა გამეტევი ხარ. არა, საერთოდ არა. და სხვადასხვა ტყემალი ძალიან უხდებოდა ნაყენს. შევიტანოთ მენიუში? ფუფ. თქვი რაღაცა. რადგო ვერ ამევისუნთქე, აი. ხოა, კაი. კი. ჩალკენაყინი მართლა კაი იყო, ძალიან გემრიელი იყო, პროსტა ამან რაღაცა მოაწუწა, აღარ ვაგარ ახლა. ხოდი ეხა ავსინჯოთ ეს და ეს ძვირი. და ნახე, მიუხედავად იმისა, რომ რაც ნაყინი ყველა გამდნარი იყო, ეს საღად შეფუთვასაც დავაკვირდი. ნახე, შიგნიდანაც როგორი ნაფიქრია, შეხედე, აი როგორი ემბლემები. ნამდვილად. რა ღირდა, აბა ნახე. 4 და 95 ხერს. და მიხაჯია თელ ხელფასზე. ბოლოს რომელი ნაყინი ატლოგნეთ? ალგიდა. ცივი იყო? გამდნარი. გემოებმა ითამაშა? დიახ. ყემალთან ერთად. ფუ, კაი რა. ამასაც გავუკეთოთ კაცუნის ჩელენჯია. ო, რა კაია. მე არა? შავები არ უხდება. ძალიან გემრიელია. პროსტა ძალიან სუყე იქნება. გემრიელი არის, მაგრამ შავი შოკოლადი შიგნიდან რაც გამოიწუწა. ესე მომეწონა. ესე ძალიან გემრიელია. ბოლოს აქვს გავსინჯეთ, ეგ ნაყინი ჯობდა ყველას. კაი, ესეც გავჭეს მაგარი რაღაცაა. ეხლა რომე? ეს არის კორობკა. ეს იქნება უკრაინა. თქვენ ერთი რაღაც თუ შეავსინეთ ბატონო გიგი. აბა, ქართული ნაყინები ყველა გამდნარი იყო. უცხოურს ქონდა შენახვის ტემპერატურა კარგად დაცული რა. ეს რა არის? ეს არის გორული კატლეტი. აუ, ეს მართლა მაგარია. კატლეტი ეძახში და მართლა ეს კაი. რა ნაერთო? ვიდი. აი როგორ დაახო პირი. აი როგორ იცის ადამიანი. კაი გემოთ. კაია. ნავიდე. 6 ლარი და 50 თეთრი. აი რო კაი არ იყოს ხომ დაგინო, მისამოსს ყველაფერი. რა ამბავია, 6 ლარი, ნაყინში რა შობა, მოიმი ამნაიში. კარგია, მაგრამ ძალიან სუყია და აღარ შემიძლია უჭამო გადათი. გავდივართ უკვე ბოლოსკენ, დაგჭა ბარამბოს ტვინსები, ნახევარი ვაფლირო აქვს და ნახევარი ესკიმო. შეფუთო ძალიან კარგია, მაგრამ შიგნით ნახეთ რა დღეში არის. რა ღირდა ვნახოთ აბა. ბარამბოს ნაყინი ლარი და 95. აი მოკ. აია. ბრძერო არ იყოს, კაია. ალბათ თავის დროზე კარგი იქნებოდა. აია. მოჩი არის 14-იანი. მოდი რადგან ეს ერთი ცალი გვაქვს, რატომღაც არ ვიცი, საბოლოო ჩელენჯი გავაკეთოთ მოჩზე და ისე ბექსტეიჯიდან შემოგვაწვდიან რაღაც საზღვრებას, ალბათ გვეტყვიან კაიაო. სავარაუდოდ. გვეტყვიან კაიაო და რაღაცა საზღვრებას მოგცემენ. მოჩიც გამდნარია. მოკლედ ამაზე გვექნება ჩელენჯი. ჩემი მოჩი არის კარამელის და რაღაცა თხილის და მე რადგან კარამელი არ მიყვარს, შევჭამ მარწვის მოჩს. ჩელენჯი გვექნება მოკლედ დავაგემოვნებთ ამ მოჩს, ვინც პირველი შეჭამს, გამარჯვებული იქნება და წაგებულს შემოაწვდის ბექსტეიჯიდან ქალბატონი ნინი რაღაცას. 1 2 3 ოჩაღიგი. რა გიყარია, ნახე შენ თუ არ გაჭამო, ნახე აჯიკიანი ისა, რა ქვია, ნაყინახა ვაგე. კაია, პროსა. ნაყინის რა, ხამას არ ვიცი, მაგრამ კაია. მე ვერ გავშინჩი. ეს აუ რა, ნაყინი უნდა გავაფრო. კიდევ ერთი საზღვრება მე უნდა ჯამო? ერთი ცალი გვაქვს. აღარ შემიძლია. ეს მინდა გავშინჯო. თუმცა ერთ ცალს ცოტას მოგიტეხავ და ნამდვილი გემო გავუშინჯო. სხვა კაი. ორეოს ნაყინიც გვინდოდა, მაგრამ ერთი ცალი იყო დარჩენილი და აღარ წამოვიღე. 1000 გამომწერზე როგორც კი ავალთ ერთ-ერთი ვიდეოდან
ამ ვიდეოდან დაიწყება, ამ ვიდეოს ჩართვით ერთ-ერთი ვიდეოდან ავიღებთ იმას, რა ქვია. ნუ რომელიმე ვიდეოს და რომელსაც მეტი ლაიქი და ნახვა იქნება, უგონ კონკრეტულად ამ ვიდეოდან დაიწყება რა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და გამარჯვებული ძალიან კარგი პრიზი გადაეცემა. ბატონო, ნამდვილად მეც გამიხარდებოდა ესეთ პრიზი. ახლა ნუწელავ დროს და ის კარაკი წაუსევი. ამას და ჩაიტკბავნეთ პირი. ვათენებთ? ვათენებთ არა, ტუალეტის რიგი დაიგავა. და ჭამო. ო. ხება. ამ ხიავ ნოტაზე დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ, დალაიქეთ და დაგვიკომენტარეთ რა. ახლა ამჯის. აბა წავედი მე. წავედი აღარ მე რიცა, ტუალეტში შევდივარ პირველი.